დაგვისვით უმეტ მაგაგეძლიეროთ სიყვარულში, იმედში, წმენაში. ზუსტად ეს არის წინაპირობებით სათასასუფეველის შეგრძნებისა აქ დედამიწაზე. რაც ვიმყოფებით, უამრავი მოულოდნელი, უამრავი ხილული თუ უხილავი სიურპრიზებია და მოვლენათა ჩვენთვის დაუგეგმავი რიგი ხდება ხოლმე, რასაც არ ველით, რასაც ჩვენ ვერ ვსაზღვრავთ, რასაც ჩვენ ვერ გავთვლით ხოლმე. ხშირად ისე გარედან თუ შიგნიდან ხდება სხვადასხვა პროცესები ადამიანში. შინაგანი აზრები, სხვადასხვა ტიპის ზრახვები, რომელსაც ჩვენ არ ვგეგმავთ, მაგრამ ჩვენში წარმოიშვება და ჩვენი სულიერი დუღილია ეს რაღაც გამკეული. გარედან შემოსული შთაგონება, ეს არის ბოროტისაგან, დემონური ძალებისგან, ადამიანთა ასე ვთქვათ, ფსიქიური ენერგიაც მოქმედებს და აზრთა ვიბრაცია ჩვენზეც, როცა გზნობიარია თან ქრისტიანი ამას აღიქონს და გზნობს. ეს ყველაფერი თავის გავლენას დღისით და განსაკუთრებით მისაწვდომი არის ღამით ამ სულიერი გავლენებისადმი ხდება ხოლმე ადამიანზე და მოქმედებს. რა თქმა უნდა, ისედაც გარეშე მოვლენები დაწყებული ამინდიდან, დამთავრებული კლიმატური ცვლილებებით და თუ სხვადასხვა ტოქსინებით, თუ ქიმიკატებით, თუ ასე შემდეგ, რაც ხდება ჩვენში შემოდის უამრავი რამ, რაც ჩვენზე გარეშე ფაქტორები ასევე ექსტრა ფაქტორები მოქმედებს და ადამიანზე უამრავი გავლენები შედეგად სხვადასხვა განწყობილებებს და ხასიათის ცვლილებებს იწვევს. რომ არ იყოს ეს და ამან არ მოგიყვანოს და არ მოგვირყიოს ჩვენი სულიერი მდგომარეობა და შინაგანი სიმძიმის ცენტრი და ამან არ გააკეთოს ისე რომ ადამიანის საძირკველი მოირყეს, ამისათვის სასურველია შევინარჩუნოთ ჩვენი სიმძიმის ცენტრი რითი რწმენით, სარწმუნოებით, სასვენით, იმედი არ დავკარგო და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გადავხედოთ სიყვარულის, ასე ვთქვათ, სიყვარულით შეიარაღებული თვალით, სიყვარულის ოპტიკით შეიარაღებული თვალით, ესე ტექნიკური ენით რო ვთქვათ, ხო? აი ესეთი ზერა გავუშვათ და ყველაფერს სხვა რაკურსით დავინახავთ შემდეგ. რის მსგავსია სათასასუფეველი? უკვე აქ მიწაზე სათასასუფეველი მსგავსია ამ 7 და კეთილი მდგომარეობისა, კეთილი განწყობითი, შემდობითი, პატიებითი, მასშტაბური მდგომარეობებისა. სათასასუფეველი მსგავსია კაცსა, რომელმაც საღი თესლი დასთესა თავის ყანაში. გახსოვდეს, ხო? ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი და ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა. როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს, ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში, საიდან გააქვს აქ ღვარძლი, საიდან გაჩნდა ეს? საიდან გაჩნდა ეს მოულოდნელი რისკ ფაქტორი, ეს მოულოდნელი სიურპრიზი ყანაში, საიდან გაჩნდა? ხო, ჩვენებურად ვთქვათ. ხოლო მან უთხრა მათ ტერმახნა ეს, ანუ ეს აქ იგულისხმება დემონური ძალა და აქ იგულისხმება რომ მტერის, საერთოდ მტერის ასპექტი, რაც ვლინდება როგორც უხილავ, ასე ხილულ სამყაროში, ხო? მტერის ცნება, როგორ აღვქვამ ჩვენ ამას. რა განმარტება აქვს, ჩავიხედოთ ხო ჩვენ ცხოვრებაში მტერი, რა ნიღბით შემოდის, ნიღბით რა ნიღაბს იკეთებს. ზოგჯერ ისეთ ნიღაბს იკეთებს, რომ გონია, რომ კარგად შეფუთული სილამაზეა რაღაც, მაგრამ სინამდვილეში ცხვრის ტყავში გახვეული მგელი შეგრჩება ხელში. ეს უკეთეს შემთხვევაში კიდე მგელს არ აუჩავს, დრაკონი თუ არ შეგრჩა, მადლობა უნდა თქვა. მაგრამ არ აქვს ეს ფათება. მაგრამ ან რაღაც მუტანტი, ან კლონი რაიმე, რომელიც უხვად გამოიყვანეს, ჯერ კიდევ როდის ათეიზმიდან გამოიყვანეს კლონირებული დრაკონთა სხვადასხვა ტიპაჟები, მაგრამ ეს კიდევ დიდი თემაა. ეხლა როცა ეუბნება რომ ტერმაქნა ეს, მონებმა უთხრეს, თუ გნებავსო, ბატონო, მივალთ და გავმარგლავთ ხანასო. მაგრამ მან თქვა არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთ. აცადეთ, ერთად იზარდო, ანუ მიწაზე, სადაც აღრეულია მტერი და მოყვარე, მარჯვენა და მარცხენა, სიკეთე და ბოროტება, სადაც აღრეულია და გარჩევა თუ ქრისტიანი არ არის და გარჩევის უნარჩვევა არ აქვს, რასაც ღვთისნების გამორჩევა იწვევს. თუ ღვთისნებას ვერ არჩევს ადამიანი და თვალებში ვერ უყურებს იმ შემოთავაზებებს და ალტერნატივებს და გამოწვევებს, რასაც ეს ცხოვრება მას უწყობს და უვლენს და თვალებით ისმოთ მათ.
რადგანაც ხშირად განსხვავებული მზერა აქვს. ერთ თვალში სხვა მზერა აქვს, მეორე თვალში სხვა მზერა. ანუ გაორება, ამბივალენტურობა, სულიერი დაზიანების და გაორება პირველი ნიშანია ორმაგი სტანდარტებისა და ზურგის შემაქცევლობის პირველი მენტალური პირობა არის. ეს დიდი თემაა. ყოველთვის არა შეიძლება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესე. როგორც ორპირი იანუსი, ხომ? ან კარტივით. გადმოაბრუნებ გიღიმის, კარტი ხო გინახავთ? გადააბრუნებ ისევ გიღიმის. აქედანაც წაღმა, იქიდანაც წაღმა. რომელია უგუმა? გეშინოთ ესეთი ხალხის, ვინც ყველანაირად წაღმა პირი წინა და პირი უკანა არ აქვს. ვერ გაიგროს რაიმე ტანსაცმელი, რომელსაც არც უკანა პირი აქვს და არც წინა. ორივე წაღმა როგორ უნდა იყოს? ესე იგი რაღაცა შეასაკრა. ამიტომ სიმბოლურად ვიძახი რომ თუ გნებავს რომ მივალ და გავმარგვლავ თუ არაო, არ გამარგვლოთ. იმიტომ რომ წაღმა და უკუღმა ერთმანეთში არ აირიოს. მტერი და მოყვარე ერთად არ მოიძიჯგნოს და არ შეიგდოს ქურაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს შეხრილები ვიყავით ყვირა ამ ქურაში, ხო? გადასადმულ ქურაში ხალხთან. მაგრამ აცადეთ, ერთად იზარდო, მაგრამ ქრისტემ დღეს სხვა განგებულება მოგვივლინო, ჩვენ მოგვეცა თვალები ავიხილოთ, შევხედოთ რეალობას და გამოვარჩიოთ მარჯვენა და მარცხენა. შევხედოთ და ვაცადოთ, მაგრამ ამავე დროს იზარდო მკამდე, ყა მეორედ მოსვლისას იქნება. ვაცადოთ, ზეცაც ასად არავის არ აჩქარება, იქიციან ყველაფერი, არავის არ აჩქარება ასე. უფალმა იცის, სოციალურმა იერარქიამ იცის, აცდის. დროს ჩვენ ვერც დაუნიშნავ და ვერ დაუვდეთ ვადებს, რო იციან. ყალ იქნება, ზეგი იქნება, ამადამცელს იქნება, სექტანტებმა იციან. ნიშნები შეიძლება გამოვარჩიოთ და მზად ყოველთვის უნდა ვიყოთ, მაგრამ ვადები და ჟამები ჩვენი დაცემული ინტელექტისთვის, დაცემული განუღმრთობელი არსებისთვის არ არის და ვერ არის და არც არის საჭირო რომ ვიცოდეთ და მოცემული. ჟამები თქვენ ცნობილი არის წერის სახარებაში. ამიტომ და ქრისტე რას ამბობს ეკითხებიან გახსოვთ მეორე მოსვლას, გაიქცეთ ის პასუხი. აცადეთ ერთად იზარდო მკამდე, ხოლო კისას მუბძანებ მომკალთ, თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარეთ და ცეცხლი წაუყიდეთ. ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში. ასე რომ აი ეს გარდაუვალად ესე მოხდება, მაგრამ მანამდე ჩვენ ვილოცოთ. კეთილგამწყობილი ვიყოთ. ტრები გიყურებენ, გაირიმეთ. გიყურებენ არაკეთილ მოსურნეები. თქვენ კეთილ მოსურნეობა გამოუმჟღავნეთ. გიყურებენ ბოღმიანები და შურიანები და ავის მზრახველები. თქვენ ჯვარი გადასახეთ და შეუნდეთ. როგორც არის ნათქვამი, შეუნდა უფალო მოძულეთა და მაჭირებელთა ჩვენთა, კეთილის ყოფილთა ჩვენთა კეთილი უყავ. ძმათა ჩვენთა და თვისთაც, ანუ ჩვენც მოგბა და საცხოვრებელი თხოვაი ჩვენი, ანუ მათი და ცხოვრება საუკუნო. და ასე შემდეგ მე სხვა მოხსენება მიდის, ხო? ანუ მასშტაბურად მიუდექი ამ ყველაფერს. ხოლო როდესაც გაუშვა იესო ხალხი და სახლში დაბრუნდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: "განგვიმართლე ღვარძლისა და ყანის იგავი", ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: "საღი თესლის თესავი ძეკაცისა", ანუ ქრისტეა. ქრისტე ღვთის სიტყვა. აი ეს გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ შეიარაღებული ვიყოთ სულიერი მენტალური შეიარაღებით. ხოლო ყანა არის ქვეყანა, სადაც ჩვენ ვცხოვრობ, ტრამპლინი, გამოცაცდელი პერიოდი, როგორ თქვა, აი ეს ბრძოლის ველი, ის ლაბორატორია, ის უნივერსიტეტი, რასაც ჩვენ აქ ოსაბჭოთა სივრცის ხალხი გავდივართ ეხლა. და ისეთი რაღაცებისგან გამთავისუფლებით მერე ჩვენ რო სხვებს არ დაესიზმრო. რაც ჩვენ აქ გავიარეთ და გავდივართ. მერე იქ გვეტყვიან რომ გაატარეთ. ამან ეს იქ ცხოვრობდა. ანუ გავაჩვთ ეს ამან გაიარა უკვე ისეთ საზვერეები რომ იქ წვანე განთებულია. ამიტომ უნიკალურ გამოცდილებას გავდივართ უმალს ვიძახი და მადლობა უნდა შევწიოთ ამისთვის ღმერთს. საღი თესლი სასუფეველი ზენი არიან, ხოლო ღვარძლი უკეთურის ზენი. თავისი ზენი ყავს უკეთურსაც და ემისარები ბოროტის უამრავი არის. არ უნდა გეგონოთ, რომ ყველა ქრისტესი კი არ არის. ღვარძლის თესავი მტერი ეშმაკი მათი გამომგზავნელია. მას თავისი ადეპტები და თავისი ემისრები ჰყავს. მამონას თავისი მსახურები ჰყავს, რომლებიც მას მონურად ემსახურებიან, იმიტომ რომ
სული ჩაბარებული აქვს ან განვადებით ან ერთბაშად როგორც იტყვია ერთბაშად სრული საბანკო უცებ ვერსიით ხო როგორ არის მაგრამ ან ნელ-ნელა იხდის და ბოლოს მე თავის ადგილს იქ წაიყვანს სადაც ადგილები ბევრი აქვს იქ ეგეთებისთვის ამიტომ კა ქვეყნის აღსასრულია დასასრულია და მომკალნი ანგელოზები არიან ეს ყველაფერი იგავი კი არა ეს არის რეალობა რომელიც იგავის ფორმით მოგვეცა რადგან ჩვენთვის გასაგები იყოს ღვთაებრივი ლინგვისტიკა და ღვთაებრივი ტექსტები ადამიანის გონებისათვის თუ იგავით არ მიეცა ან ესეთ სიმბოლური ალეგორიული ფორმებით პირდაპირ ტექსტით ვერაფერს ვერ გაიგებს იმიტომ რომ ანგელოზთა ენა და ის რაც სასופველში უფალმა გაუმგზავნა ადამიანს არც გულში მოსვლი არც გონებაში არც გაუგია ვერც გაიგებს ვერც მიხვდება ვერც აქ ვერ გაიგებს ეს ამიტომ ჩვენთვის ამ ფორმით მოგვეცა რომ ჩვენთვის ადეკვატური იყოს და შესამეცნებლად შეძლებადი იყოს ჩვენი დაცემული ინტელექტის მაგრამ ამავე დროს იმდენი რამე მოგვეცა რომ ანგელოზებსაც შურთ სახარებაში ჩვენთვის შურთ გაიგაგებისთვის იმდენი რამ უყვირთ იმდენი რამ მიეცა ადამიანს ქრისტესგან მომკალნი ანგელოზები არიან როგორც შეკრებენ ღვარდს და ცეცხლს მისცემენ ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს რადგან მოავლინებს ძეკაცისა თავის ანგელოზებს და შეკრებენ ყოველი სასტურისა და უჯლოების მოქმედ და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში და იქნება იქ ტირილი და კბილთა ხრჭიანი ძველ ქართულად ტირილი და ხრჭენა კბილთა მაშინ ზესავით გაბწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში და ბოლოს საოცარ სიტყვებს ამატებს ქრისტე ვისაც აქვს ყურნის სმენად ის მინოს ანუ ძალიან ბევრი უნდა ვისმინოთ ღვთის სიტყვა რომ ჩვენი ყურნი ჩვენი სულიერი სმენის ორგანოები არა მარტო ესმოდეს არამედ იგებდეს კიდევაც რამეს ჩვენი მხედველობის სულიერი ორგანოები არა მარტო იყურებოდეს არამედ ხედავდეს კიდევაც ჩვენი სამეთვალე ორგანოები არა მარტო ლაპარაკობდეს, არამედ ამბობდეს კიდევაც და ასე შემდეგ გავაგრძელებთ სამი წელი. ამიტომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, სალოცავი გვაქვს და ძალიან ბევრჯერ უნდა ვეზიაროთ და უთვალავჯერ უნდა ვეცადოთ რომ წინ წავიდეთ. ცირედი წინსვლით მაინც, რომ ჩვენი არასრულყოფილება გადავლახოთ და იმაზე მეტი გავხდეთ ვიდრე ვართ და გზახსნილი ქონოდეთ ამაში, ასე ყველას წარმატებას გისურვებთ. მადლობთ შეშინეს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.